როგორ მოხვდეთ ტიბიდაბოზე 1 ევროდ. რამდენიმე გზა არსებობს ტიბიდაბოზე ასასვლელად, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაზე მარტივი არის ქალაქის ცენტრიდან წასვლა. ჩემს წინ არის კატალონიის მოედანი, ახლა ვდგავარ ლა-რამბლაზე, ქალაქის მთავარ ტურისტულ ქუჩაზე და ვფიქრობ, რომ აქ მოხვედრა ყველაზე მარტივია ისედაც ტურისტისთვის და აქედან გაკლეული გზა და მარტივი მარშრუტი ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება. წავედით ახლა განახავთ როგორ წახვიდეთ მარტივად. აქედან ჩავდივართ. მეტროს შესასვლელი არის აქეთ, ნახეთ, მაგრამ ჩვენ უნდა წავიდეთ, გამოიხადეთ, აი ამ მხარეს. ძალიან მარტივია, გამომყევი. ბაქანზე ჩასასვლელი, საიდანაც გადიან ქალაქგარეთ მატარებლები. თუ გაქვთ სამგზავრო ბარათი და სხვათა შორის სამგზავრო ბარათთან დაკავშირებითაც მაქვს ძალიან კარგი ვიდეო, რომელიც შეგიძლიათ ინსტრუქციად გამოიყენოთ ბარათის შეძენისას, თუმცა თუ არ გაქვთ, აქვეც არის აპარატები, სადაც შეგიძლიათ რომ შეიძინოთ და ჩახვალთ ბაქანზე და დანარჩენს განახებთ აუცილებლად რომელ მატარებელს უნდა გაყვეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ლოგიკურად უნდა გაყვეთ ტიბიდაბოს მატარებელს, მაგრამ ზუსტად ასე ვთქვათ, ტურისტული მახეც მაგაში მდგომარეობს, რომ მატარებელს, რომელსაც ტიბიდაბო აწერია, მიგიყვანთ ისეთ სადგურზე, საიდანაც 12 ევრო ღირს ერთი ადამიანისთვის ტიბიდაბოზე ასვლა. ეს არის ტურისტული მარშრუტი. მე გასწავლით უფრო იმ გზას, რომელსაც ადგილობრივები იყენებენ და ყველაზე ბიუჯეტური, ასე ვთქვათ. სულ რაღაც 1 ევრო დაგიჯდება და მით უმეტეს თუ ულიმიტო სამგზავრო ბარათი გაქვთ ნაყიდი, უფრო ნაკლებიც გამოდის მოკლედ. მოვედით ბაქანზე და ნახავთ, რომ არის 4 მიმართულება. აქედან ერთ-ერთს პირდაპირ ტიბიდაბო ქვია, თუმცა ჩვენ ამას არ უნდა გავყვეთ, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ტურისტული გზა, რასაც გეუბნებოდით 12 ევრო თუ არ გინდათ რომ გადაიხადოთ, მოკლედ არ უნდა გავყვეთ ამ მიმართულებას. თქვენ უნდა აიღოთ ეს ერთი ან ეს ორი მატარებელი, რომელიც იგივე მიმართულებით მიდის და დანარჩენს გზადაგზა განახეთ. გაჩერებას ქვია პეუდე ფუნიკულარი, სადაც უნდა ჩამოხვიდეთ და შემდეგ ფუნიკულიორით ახვიდეთ გარკვეული მანძილი. მოვედით პეუდე ფუნიკულარზე, ახლა უნდა ავიდეთ ფუნიკულიორით, 2 გაჩერება ასულ. მანამდე მინდოდა გამეფრთხილებინეთ, რომ როცა კატალონიის მოედნიდან გამოყვებით მატარებელს, პირველ 3 ვაგონში არ შეხვიდეთ, იმიტომ რომ აჩერებს გვირაბში და შეუძლებელია გამოსვლა. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ აუცილებლად. ამოვედით ჩვენიერი ხედებით ფუნიკულიორით, მთელი ქალაქი ჩანს, ძალიან ლამაზია. მინდა გითხრათ, რომ პირველად გზავრობის დასაწყისში გატარებული ბარათი ბოლომდე გეყოფათ, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ავტობუსშიც უნდა გადავჭდეთ და იქაც უბრალოდ დავაფიქსირებთ ამ ბარათს, თუმცა თანხა არ ჩამოეჭრება. ასე რომ რეალურად 1 ევროდ გზავრობთ კატალონიის მოედნიდან ტიბიდაბომდე. ფუნიკულიორიდან ამოსვლისას ჩვეულებრივად გავივლით აქ. და აი აქვე ზუსტად მარჯვნივ ავტობუსის გაჩერება 111 ნომერს გავუყვებით, რომელიც მიგუყვანს ტიბიდაბოს ეკლესიასთან. ავალთ ავტობუსში, აქაც დავაფიქსირებთ ბილეთს. სხვათა შორის ამ სამლოცველოში, რომელიც ახლა დაკეტილია, ივერის ღვთისმშობლის ხატი აქვს, მართლმადიდებლური და თუ გინდათ რომ მოილოცოთ, შეგიძლიათ შეხვიდეთ ძალიან ჩუმად და მოინახულოთ. ბაზარების ხმარა კარგი.